საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ამ ეტაპზე ალიანსი გადარჩა. ყოველ შემთხვევაში თავად ოპოზიციურ ალიანსში ასე ჰგონიათ. იყო კამათი, თუმცა ოპოზიციური ალიანსი ისევ ისეთია, როგორც აქამდე იყო. ეს ნიკა გვარამიას სიტყვებია, რომელიც მან თემაზე კომენტირებისას განაცხადა. აქვე გვარამიამ დაამატა, რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის გადასაწყვეტია ოპოზიციური ალიანსიდან გასვლის საკითხი. თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ასე არ მოხდება. მისი განცხადების მეორე ნაწილი კიდევ უფრო საინტერესო იყო. ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა, როცა 2024 წლის გაერთიანების მცდელობა გაიხსენა, რომელიც შესაძლოა საარჩევნო კოლაფსით დამთავრებული იყო და დასძინა, რომ ახლა ალიანსის ფარგლებში მიმდინარე კამათი, როგორც ალიანს მათ დიდად არ აზიანებს, მაგრამ როგორც საარჩევნო სუბიექტს, საარჩევნო კამპანიაში ძალიან დააზიანებდათ, ასე ფიქრობს მოკლედ გვარამია. საარჩევნო კამპანიამდე ჯერ ძალიან შორია, თუმცა თვით ოპოზიციური ალიანსის გულშემატკივრებიც კი ფიქრობენ, რომ თუ სააკაშვილსა და ალიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდება, ოპოზიციური ცხრიანის შენარჩუნება ძალიან გაჭირდება. სააკაშვილის გარდა ოპოზიციური ალიანსის გეგმები ციხეში მყოფი პოლიტიკოსებისთვისაც გაუგებარია. ლევან ხაბეიშვილმა დღეს პირდაპირ იკითხა ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. როგორ მაინტერესებს, რას აკეთებთ 9-ში ან 10-შიო. ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი უნდა შემოგვიერთდეს. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოცემულობით ალიანსმა ერთობა შეინარჩუნა, მაინც გრძელდება გადალაპარაკება ალიანსსა და იგივე მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელმაც დღესაც საკმაოდ ვრცელი, ასე ვთქვათ, პოსტი მიუძღვნა და უთხრა, რომ ვინ გიშლით ხელს ლიდერობაში, სააკაშვილმა ჩაკეტათ და აღარ გიშვებთ ხალხთან თუ რაშია საქმე, მოკლედ იკითხა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ერთობა შენარჩუნებულია, თუმცა მათი დაშლის საკითხი მხოლოდ დროის თემაა? იცით, ეს ერთობა არ არის, ესე რომ ვთქვათ, რაღაც ხელოვნურად შეკუწიწების თემა, ხო? ურთიერთობა იმდენად ტოქსიკურია, რომ ამ ერთობას ძალიან, უпростоრად ამ გაერთიანებას ძალიან პირობითად შეიძლება ერთობა ეწოდოს. შეიძლება რაღაც ერთჯერადი აქტისთვის, აი იგივე 26 მაისის რაღაც აქციის მომზადებისთვის კბილების ჭიალით რაღაცა შეინარჩუნონ, მაგრამ ეხა პოლიტიკური გაერთიანებები, კი ბატონო, იქ წინააღმდეგობები ნებისმიერ ქვეყანაში ყველგან ესეთი კოალიციები, როდესაც დგება, წინააღმდეგობები არსებობს, მაგრამ ეს წინააღმდეგობები გარკვეულ ცივილიზებულ ფარგლებში, ხო, ფარგლებშია, რაღაც სოფხედელობრივ განსხვავებებს უკავშირდება და არა ემოციურ რაღაც პირად ანგარიშტორებას და ჩვენ ამას ხედავთ მუდმივად, ხო? თავარი წინააღმდეგობა ალიანსისთვის არის მიხეილ სააკაშვილი, ხო, პირდაპირ ამბობენ და თქვენს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს ალიანსში ქცევის. რანაირად შეიძლება იყოს ეს ადამიანი არის ნაციონალური მოძრაობის გამოკვეთილი ლიდერი, ეხლა მათ სხვა პარტიებს ეს მოწონთ თუ არ მოწონთ, არის პარტიის ესე რომ ვთქვათ, ბელადი პირდაპირ ვთქვათ, ხო და აღიარებული პარტიის მიერ აღიარებული. ეხლა წარმოედგინეთ, ეხლა იგივე რო თქვათ, იმან, რა ქვია, ნაციონალურ მოძრაობამ გვარამიაზე რომ გვარამია გააჩუმეთო, მოეწონებათ, ხო არ მოეწონებათ. აბსურდია იმაზე ლაპარაკი, რომ გააჩუმონ. გასაგებია, რომ ვიღაცა შეიძლება თვლიდეს, რომ სააკაშვილის განცხადებები რაღაც პრობლემებს ქმნის. კი ბატონო, ეს მესმის, მაგრამ როგორ შეიძლება ეხა გაერთიანებაში მყოფი პარტიის ლიდერს სხვა პარტია ენა ჩაიგდეო ეუბნებოდეს ყოველდღე, ხო? წარმოუდგენელი სისულელეა რა ეს რაღაცა. ბუნებაში არც კი გამიგია, მაგრამ ვერ ხვდებიან რას აკეთებენ. აი ვერ ხვდებიან ამით რას აკეთებენ. მათ მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა გახდეს აი ამ ოპოზიციური ალიანსის ლიდერი, იმიტომ რომ მუდმივად თავის წერილებში მიუთითებს, აკრიტიკებს, ეუბნება, რომ შეცდომებს უშვებთ, არასწორად იქცევით, ეს უნდა გააკეთოთ, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდით და ასე შემდეგ. არ გესმით ჩემი ხმა, ბატონო გია? არის მithმა.
კი ბატონო. ხო, ანუ იმიტომ რომ მუდმივად მიუთითებს სააკაშვილი მათ შეცდომებზე, აი ხა 30 წუთის წინ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სხვათა შორის ესე ძალიან საინტერესოა. რას ამბობს არასწორ, აი მოდით ესე ვთქვათ, ეხლა თქვენ იცით სააკაშვილისადმი ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ სააკაშვილი დღეს რასაც ამბობს, ამას დიდი ხანია მე თქვენ ეთერში რამდენჯერ მithქვამს რომ ხალხთან კომუნიკაციაა საჭირო და ხალხთან საუბარია საჭირო, ხო? და იგივე ხაბეიშვილის რეპლიკა არ არის სწორი რეპლიკა, 10-დან ხალხში გავალთო 10 მაისს და თქვენ კაი ადამიანებო, აპრილმა რა დააშავა, ვერ გავიგე რა. გცივად ბიჭებო და ამიტომ ვერ გადიხართ. ხალხთან კომუნიკაცია არის პოლიტიკაში შედეგის მიღების ერთადერთი საშუალება. და სააკაშვილის მხრიდან ეს კრიტიკა ხო პრინციპში ჯანსაღი კრიტიკა ამ სახით როდესაც ამბობს რომ ხალხში სახალხო ლიდერობა საჭირო ხალხთან რა არის ამაში ეხა ისეთი რომ ისტერიკა მოყოს ობიექტური კრიტიკაა მე თუ გითხავ ხო მაგრამ ერთ-ერთი რამდენად ასე ვთქვათ გულწრფელია მიხეილ სააკაშვილი თავის ამ ბოლო განცხადებებში იმიტომ რომ ამბობს რომ იქნებ რაღაცნაირად აღვადგინოთ ეს კავშირი რომ ხდება ყოველ წამს და კი ბატონო ვთხოვ საეთეროს რომ იქნებ ეს ხარვეზი გამოასწორონ ბატონო კი როგორც კი მოგივათ ჩემი ხმა გამოგებინეთ კი ბატონო რამდენად გულწრფელია თქო სააკაშვილი თავის აი ამ მოწოდებებში თუ შენიშვნებში თუ კრიტიკაში, იმიტომ რომ ახლა ამბობს რომ მარტო ქუჩით საქმე არ გამოვაო, ამ დროს სააკაშვილი იყო, ვინც ეუბნებოდა რომ რაღაცა ასე ვთქვათ, კომიტეტები, წინააღმდეგობის კომიტეტები ჩამოვაყალიბოთ და მივაწვეთ და გადავაყირაოთ და ასე შემდეგ. კი, ეს ბიჭო, სააკაშვილი, იგივე ხაბეიშვილი, ეხლა მე არაერთხელ მithქვამს, ხო, ეხლა შეგნებულად თუ შეუგნებლად ისინი არიან პოლიტიკური პროვოკატორები. კლასიკური ტიპის პოლიტიკური პროვოკატორები და ეს 4 ოქტომბრის უბედურება ზუსტად ამ პროვოკაციას მოყვა, ხო, რა აწიეს თამასა ძალიან ზემოთ, შექმნეს აბსოლუტურად ხალბი მოლოდინები და მოხდა ის, რაც მოხდა, რასაც ხელისუფლება დღემდე იყენებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ რაღაც გადატრიალებებზე, რაღაც ვირტუალურ გადატრიალებებზე სასაუბროდ. ეს გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ კი ბატონო შეიძლება გუშინ იმას ამბობდა დღეს ხაჭკუაზეა ეხა პოლიტიკა ხო არ არის რაღაც დოგმა ხო რომ ჩვენ ერთმანეთს 2 წლის წინ რა ვთქვი და 1 წლის წინ შეიძლება მიხვდა რომ შეცდომას უშვებდა მაშინ რაღაც კორექტივები შეიტანა ჩვენ უნდა ვიჟღეროთ იმით დღეს რას ლაპარაკობს ეს ადამიანი პირველ რიგში პირველი ის რომ სააკაშვილისთვის თქმა რომ ენა ჩაიგდოს და არ ილაპარაკოს და საერთოდ თქმა რა მოიღოს ეს არის აბსურდი იგივე შეუძლია მაშინ ნაციონალურ მოძრაობას სხვა პარტიების ლიდერებსაც უთხრა და გაჩვენდა მაშინ და დაждდეს სახლებში, ხო? ხო და მეორე არის ის რომ ნუ ეხა რასაც დღეს ამბობს ეს არ არის რაღაცა განსაკუთრებული რაღაცა სააკაშვილზე კი არ ბრაზდებიან რეალურად თავის თავზე ბრაზდებიან. როდესაც ის ადამიანი აუს რომ ხალხში გადით და ესენი ბრაზდებიან ესეთ ადამიანზე ალბათ ჩემზეც ბრაზდებიან იმიტომ რომ ძალიან ხშირად ბრაზდებიან თქვენზეც სხვათა შორის აი ხშირად ყოფილა რომ თქვენს შემდეგ უყოლია ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენელი მოусმენიათ თქვენი კრიტიკა და ძალიან დიდი უკმაყოფილება ასე ვიტყვი მსუბუქად გამოუხატა იმიტომ მარტივიაო ასე ახლა იჯდეოდა რაღაცა ჭკუას გვარიგებდეო და თუ უკეთესად შეუძლიათ გააკეთონ გამოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენო ბიჭო მე რო არ შემიძლია იმიტომ არა ვარ პოლიტიკოსი და არც ვიბრალებ პოლიტიკოსობას, კაცო. მე ვამბობ თუ პრეტენზია გაქვთ პოლიტიკოსობაზე, მაშინ ეს უნდა აკეთოთ. მე რო არ შემიძლია, იმიტომ არა ვარ არც ერთი პარტიის წევრი და თქვენ კაი ადამიანებო, თუ ვიბრალებთ ამას და ხართ, მაშინ იყავით რა. ხო და თქვენგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი მათ თანამშრომლობას თავაზობს, ვეღარ წავიკითხე ეს ბოლო პოსტი, რომელიც აი 35 წუთის წინ არის გამოქვეყნებული. მე ჩემი დღევანდელი მდგომარეობის მიუხედავად საქმიანი კრიტიკის მისაღებად მუდამ მზად ვარ. ოღონდ არა მიშამ ხმა ჩაიკმინდოს გაქრეს და ასე შემდეგ. ნუ დაემსგავსებით მოროშკინას და აღმოაჩენთ რომ ჩემზე ადვილად სათანამშრომლო ადამიანი არ არსებობს. ანუ თანამშრომლობას თავაზობს და გასაგებია და ანუ მიშა ბევრად უფრო ადეკვატურია ეხა ვიდრე მაგალითად ჩერგოლეიშვილი. ნუ ეხა ჩერგოლეის განსაკუთრებული შემთხვევაა, ხო წყევლაზე გადავიდა საერთოდ ქართულ პოლიტიკაში, ეგეთი ფენომენი მე არც გამიგია ყველას წყევლის.
ყველას წევლის მარჯვნივ და მარცხნივ რა და თან რაღაც ბაღალ მატერიებს და ინტელექტუალურ რაღაც განსაკუთრებულ მონაცემებზე აქვს პრეტენზია, ხო? წარმოუდგენელი ესეთი ფენომენები გაჩნდა და მათ უნდათ რა დროშა აწიო, რა დროშა უნდა აწიონ, ვერ გავიგე. ნახევარი საქართველოს დასცინის ალბათ, ხო? იმიტომ რომ გასაგანი რაღაც საოცრებები ხდება რა. და რა შეეხება ამ ალიანსს, ხო? ნუ ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ტოქსიკურია. ეს არ არის რაღაც გაერთიანება, ეს არ არის არანაირი ალიანსი რეალურად. რაღაც აი ხელოვნურად კბილებით რომ რაღაცა უჭირავთ რაღაცის გამო. რაღაცის გამო. აი ის ძალიან ძიმე ოჯახებია რა, ცოლ-ქმარი ყოველ ერთმანეთს რო უთანხმუნებენ თავში და რაღაც შვილებიც რო არ ყავთ და ესა რა ქვია რაღაც საერთო ანგარიში აქვს და იმ ანგარიშს ეპოტინება ორივე, ხო? აი დაახლოებით ეს სიტუაცია და როგორ შეიძლება ახლა ესეთ ალიანსებს რაიმე პერსპექტივა ქონდეს? ვიდრე სხვა თემაზე გადავალ, სხვათა შორის აი ეს შეკითხვა მანამდეც ისმოდა და მეც გამიჩნდა რომ არ დაგიმალოთ. დღეში დაახლოებით 2-3 ასე ვთქვათ პოსტს აცხობს მიხეილ სააკაშვილი და სხვა პატიმრებისგან განსხვავებით ძალიან სწრაფად რეაგირებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. ანუ ასეთი რამ არ ვიცი საპატიმროში შესაძლებელია, რომ დღეში სამჯერ შედის ადვოკატი და გამოაქვს იქიდან მისი გზავნილები. იცით ეხლა ეგ სპეციფიკა მე არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით როგორ ახერხებს, ხო? შეიძლება რამე ესა არის, რა ვთქვი, ტელეპათიური კავშირი არის. მაგრამ საინტერესოა ტექნიკურად როგორ ახერხებს ასე მალე, ასე ვთქვათ, უპასუხოს ხოლმე. არა, ციხეში არის ესეთი პოსტა, ციხის პოსტები, ხო, ეგრეთ წოდებული ბალიავა და შეიძლება ეგ ვიღაც შავებმა აუწყვეს რა, ეს ტრედები ყავს შეიძლება და ტრედები თვითონ. არ ვიცი, ძალიან საინტერესოა, ხო, ფაქტია, სხვა, ასე ვთქვათ, პატიმარი პოლიტიკოსებიც აქტიურობენ საჯარო განცხადებებით, თუმცა როგორც წესი, აი აქვთ ხოლმე შესაძლებლობა დაკვირვებული ვარ ამ პროცესს და ამიტომაც ვიცი ზუსტად, აი მეორე დღეს კავშირები აქვს ციხეში რა, ციხეში სერიოზული კავშირები აქვს. მიშას. კი. ხო, არც არის გასაკვირი. რამდენი წელია ზის და გასაკვირი? 6 ხო, მე მგონი, თუ არ ვწდები. კი, 6 წელია ზის ციხეში. აწყო, როგორც ჩანს, ეს კავშირები კარგად. კარგი. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, კობახიძის ბოლო ფრაზა იყო, რომ მე არაფერს არ ველოდებიო, ანუ ეს იყო მის შესაძლო გათავისუფლებასთან დასმულ შეკითხვაზე პასუხი და თქვენო ჟურნალისტებს უთხრა, რასაც გინდათ, იმას დაელოდეთო. ანუ როგორ ფიქრობთ, აი რამდენად გულწრფელია კობახიძე, როცა ამას ამბობს? ნუ რა, იცით, კობახიძეს ამას ხო არავინ არ ეკითხება და არც წინასწარ არავინ არაფერს არ ეცოდინება. ჩვენ როდესაც ანალიზს ვაკეთებთ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად რაღაცა მოხდება, ხო? მაგრამ ფაქტი არის ერთი რამე, რომ დღეის მდგომარეობით კობახიძე მთავრობას უკვე აღარ აკონტროლებს. ფაქტობრივად აი ეს ძალოვანი ministrების ბოლო დანიშნა რო ავიღოთ სრულიად აშკარას ხდის მის სტერილიზაციას, ხო? ისედაც ეხა არ იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ეხა აბსოლუტურად აი ეს გამჭვირვალედ გამოჩნდა, რომ არაფერს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ მთავრობა ეხა გახდა წმინდა წყლის ტექნიკური, ანუ პოლიტიკური კომპონენტი დინარაძის შემდეგ საერთოდ გაიტანეს მთავრობიდან, ანუ პროფესიონალები გაუშვეს ძალოვან სისტემაში და ძალოვან სისტემაზე დგას საერთოდ ეს ხელისუფლება ჩვენ ეს კარგად ვიცით, კობახიძეს გასაგებია, რომ ეს ადამიანები არანაირად არ ემორჩილებიან და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საბელი ბიძინამ, ხო, რომელიც ძალიან დაგრძელებული იყო ბოლო პერიოდში და რაღაც ილუზიაც კი შეიძლება კობახიძეს რომ რაღაცას წარმოადგენდა, ეხა მაქსიმალურად არის დამოკლებული. ეხა ამ დამოკლებულ საბელზე ხვალ ჩამოკიდებს, ზეგ ჩამოკიდებს თუ ერთ კვირაში ბიძინა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ მოცემულობა ისეთია უკვე, რომ კობახიძემ ფაქტობრივად ამოწურა თავისი რესურსი. მე ვფიქრობ, ეხლა თუ მაინც და მაინც ვადები უნდა დავასახელო სავარაუდო, ხო? მე გეტყვით, რომ ბიძინა დაელოდება ეხლა ირანში, ნუ უნგრეთი ეს იყო პირველი ნიშანი, იმიტომ რომ კობახიძის ერთ-ერთი ხავსი უნგრეთზე და ორბანთან რაღაც ურთიერთობებზე იყო აგებული.
ეხლა ირანის მოვლენების შემდეგ ბიძინა საერთო ესე რომ ვთქვათ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს როგორ და რა მიმართულებით დააკორექტიროს თავის პოლიტიკა და ამის შემდეგ ყობახიძეს მოხსნავას არ ქვია ჩარეცხავს ქვია იმიტომ რომ არც არასოდეს არ დაუნიშნავს პრემიერას ანუ გამოდის რომ ყობახიძეს არ აწყობს რომ ირანში საომარი მოქმედებები მალე დასრულდეს გარკვეულობა არ აწყობს იმიტომ რომ ბიძინა როდესაც გადაწყვეტს რომ ვიღაცა გაუშვას ხო მას უნდა აკიდოს მთელი ცოდვები ხო ეხლა ბიძინას ეს მოდელი მართლობითი როგორია რომ ის იღებს რეალურ გადაწყვეტილებებს მაგრამ პასუხისმგებლობა სხვას უნდა შეტენოს ხო აი როგორც გახარიასტენიან ეხლა 20 ივნისის მოვლენებს ხო თვითონ არაფერ შუაში არ იყო ესე ამას ხო რაღაცები უნდა შეტენოს და რა შეტენოს და რა არა ეს ირანის სანამ არ დამთავრდება მანამდე ესე რომ ვთქვათ არ აქვს გადაწყვეტილი იმიტომ რომ თვითონ ქვეყანას პირდაპირ რუსეთის იმპერიაში გააქანებს ხვალე თუ აზერბაიჯანის მოდელზე ააწყობს ეს არ აქვს გადაწყვეტილი და ეს დამოკიდებულია როგორ გავითარდება მოვლენები ირანში ეს არის ჩემი ვარაუდი ხო მე არც კონკრეტულ პროგნოზს ვაკეთებ და არც წინასწარმეტ ყველას შეიძლება ესე არ მოხდეს იმიტომ რომ პოლიტიკა ძალიან დინამიური თემაა ხო შეიძლება რაღაცა ისე გავითარდეს მოვლენები რომ რაღაცა გადაიდოს გაიწევოს მაგრამ მოცემულობა ისეთია რომ ყობახიძე ეხა ჰაერში აწეული ეშაფოთზე დგას თოკი მიბმულია გაპოხილია ხო სკამზე შემდგარია თავი გაყოფილია უბრალოდ ბიძინას აკლია რომ ამ სკამს ფეხი წაკრას რა აი ამ მომენტამდეა ყველაფერი მისული და ეხლა როდის წაკრავს ეს არ ვიცი ეს ბიზნეს კითხეს რა კი ბატონო მამუკა მდინარაძე რა ეტაპზეა ახლა ეს მინდოდა მეკითხა მამუკა მდინარაძე არის კლასიკური ესე რომ ვთქვათ ქართული პოლიტიკის ასინეთა ყოველთვის ესე იყო ხო ეს ტრუსკავეცის ისტორიიდან დაწყებული ხო ასინეთა ჭორიკანაა ჩვეულებრივი ხო სუში ძალიან სასცილო იყო ეს სუში რო გაუშვეს იმიტომ თავის დროზე ხო იმიტომ რომ მისი პროფესია ხო ლაპარაკია ეხლა ლაპარაკის გარეშე არ შეუძლია და ეხლა სუში რამდენი ხანი უნდა ყოფილიყო ჩუმად ის არის დღეს მდგომარეობით ხო რაღაც თავმჯდომარეობაზე დანიშნეს რომელიც არ არსებობს ბუნებაში რაც აგრეთვე ესე რომ ვთქვათ ბიზნეს ესეთი შავი იუმორია შეიძლება ითქვას ხო ეხლა სახის შესანარჩუნებლად ტრიბუნაც მისცეს და აი არის შენი საქმე და იჭორავეო და გუშინ ბევრი უჭორავია გავიგე ხო? ხო, ეს მინდოდა მეკითხა სხვათა შორის, ანუ მისი ინტერვიუ მრავლისმეტყველი იყო, განწყობა აი ძალიან ცხადად იკითხებოდა, სხვათა შორის სუსის ხელმძღვანელს ასე მარტივად არ უნდა ემჩნეოდეს, ემოცია პოზიტიურით და ნეგატიურით, აი ძალიან ისეთ როგორ თქვა დეტალებზე კონფიდენციალურ დეტალებზე ისაუბრა ხომ მათ შორის 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით. კი თქვა რომ ახლა ყველაფერს ვერ მოუყვებიო აქ და დრო გავა რაღაცებს კიდევ ვიტყვითო, მაგრამ ყველაფერს ვერ მოუყვებიო და ყველაფერი მოხდა. ხო, მოხდა ისეთი დეტალები, რომელიც ფიქრობ ამ საქმეში საკვანძო იყო, როცა თქვა რომ გასაგებია, ხო, ჭორიკანა ეს კაცი, ჭორიკანა, ხო, სუსი ეხა მის გავუგებრო ისე მივიდა იმ შუში და ისე წამოვიდა რომ დღეს არ იცი სად იყო. დაწმუნებული ვარ, ხო, რა ორგანიზაციაში იყო. ეს ჩემთვის სრულიად ცხადია. დღეს მდგომარეობით ყოველ შემთხვევაში თავმჯდომარეობა არ არსებობს, რომელზეც დანიშნეს ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. ის არის კლასიკური საქორწილო გენერალი, ხო? ბევრი მედლები კიდია და ქორწილებში დაპატიჟებია რა, რომ აი გენერალი მოვიყვანეთ რო იტყვია რა. აი ეს არის დღეს ეს არის დარჩენილი და ეთერებში აჭორავებენ. ხო და მეტი არაფერი არ არის რა. ანუ ახალი კადრები რაც შეეხება გეკა გელაძეს და სულხან თამაზაშვილს, ანუ აღმოჩნდა რომ ისინი უფრო სანდო არიან ბიძინა ივანიშვილის. არა, სანდოზე არ არის, ისინი არ არიან პოლიტიკოსები. მე გითხარით, რომ ტექნიკური მთავრობა ბიძინას ამ ეტაპზე როგორც არ სჭირდება ტექნიკური მთავრობა, ხო? მას სჭირდება დავალება შესრულება, ესე მუშაობა. პოლიტიკური განხილვა, ანუ პოლიტიკა მთლიანად გაიტანა მთავრობიდან. ну ეხლა საგარეო საქმეთა მინისტრის ცალკე თემაა ხო მას იძულებულია რომ რაღაც პოლიტიკური განცხადებები აკეთოს სისულელეები თუნდაც ხო და დარჩენი და იმიტომ რომ
მან საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ აი ამ დაჯგუფებამ, ეგრეთ წოდებული ახალგაზრდების, ხო, უკვე ნერვზე შლიან რა, აღარ შეუძლია მათი ყურება რა. აი კობახიძის სოციოპატიის, ამის რა ქვია, ჭორიკნობას, მდინარაძის, იქ პაპუაშვილის უტიფრობას, ხო? და ესე რომ ვთქვათ, იქ ვიღაც ქალბატონები რო ყავთ, ცალტვინობას აღარ შეუძლია ამის ყურება, დაიღალა ტექნარები მოიყვანა პროფესიონალები რა, რომლებიც ნახევარ სიტყვაზე გაუგებენ, არც პოლიტიკური ამბიცია აქვს, არაფერი არ აქვს, დავალება შესრულება. აი ეს არის. გაიმარტივა ცხოვრება. კი ბატონო, და ფიქრობთ, რომ საკადრო ცვლილებები, აი ვიდრე პრემიერამდე მივა, კიდევ შეიძლება გაგრძელდეს უახლოეს პერიოდში? მე ვფიქრობ, რომ ბოლომდე ესეთი ტექნოკრატიული მთავრობა ჩამოაყალიბოს ივანიშვილმა. მე ამის აუცილებლობას ახლა ამ წუთას ვერ ხედავ, იმიტომ რომ კობახიძე უკვე ისეაც სტერილურია. ისეაც სტერილურია უკვე ახლა ხო გითხარი, გაყოფილი აქვს თავი და უკვე ფეხის წაკვრა ჭირდება. დანარჩენი ახლა ძალაუფლება, ფაქტობრივად ძალაუფლებას ჩამოაშორა ბიზნესამ უკვე. კი ბატონო, მადლობა ბატონო გია გადაცემაში მონაწილეობისთვის. გია ხუხაშვილს პოლიტოლოგს უსმენდით. ანა ბუჩუკური პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთ. ანა მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გავაგრძელებ ლოგიკურად ასე ვთქვათ ამ თემას. ეთანხმებით თუ არა გია ხუხაშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე ფაქტობრივად პოლიტიკურ ეშაფოთზე დგას და ერთადერთი აი ფეხის წაკვრა ჭირდება ისე რომ იმისათვის რომ მისი პოლიტიკური სკამი გამოეცალოს და სახშობელაზე აღმოჩნდეს. ასე ჩანს და ეს სიგნალები უხეშად რო ვთქვათ, კარგა ხანია სხვათა შორის აი დეტალებშიც ჩანს და ცოტა გლობალურადაც რო შევხედოთ, ამაშიც თვეებია სხვათა შორის ეს ასე ჩანს. აი მაგალითად იგივე აი ფასების კომისია რო ავიღოთ, ეს ფასების კომისია რო ეს რაღაცა დიდი რამბებით კობახიძეს ჰქონდა ხო ეს გაცხადებული რომ აი ფასებს დავაკლებთ, ვერაფერს ვერ დააკლებენ ეს ფასების კომისია რო შეიქმნა, თავიდანვე გასაგები იყო რომ ვერაფერს დამკლები ეს კომისია ვერ იყო, იმიტომ რომ არ არსებობს დღეს ქალბატონმა წილოსანმა თქვა რომ ჩვენო ჯადოსნური ოჯახიო კი არ გვიჭირავსო ხელშიო და არ იცოდნენ რომ ეს ჯადოსნური სამი სამთავრობო უწყება ერთობლივად მუშაობდა ამ თემაზე ხო? სამთავრობო კომისია, სულსი და საპარლამენტო კომისია და ამათ თუ არ შეუძლიათ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, ან თავიდანვე უნდა ეთქვათ ეს, ან უნდა აღიარონ რომ თავიდანვე ყალბი იყო ემა ეს კომისია და რატო იყო ყალბი? უკაცრავად და ეს ფასები ცაიდან მოდის მათ შორის? ამ კომისიაში ჩვენი წარმომადგენლებიც არიან და როდესაც კითხვას უსვამენ ბიზნესის წარმომადგენლებს, იგივე მარკეტების წარმომადგენლებს, თეორიულად კითხვას რო უსვამენ, რომ შესაძლებელია თეორიულადაც კი ამ ფასების დაკლება, პასუხი არის ყოველთვის არა. ეს ხომ თავიდანვე გასაგები იყო. ეს არის ბიზნესები და ზოგადად საქართველოში სამწუხაროდ ბიზნესების უმრავლესობას ყველას არ ეხება, მადლობა ღმერთს ჯერჯერობით, მაგრამ ბიზნესების უმრავლესობა მათ შორის ოცნების მხრიდან განიცდიან წნეხს. იმიტომ რომ მოდის ყველა არჩევნების წინ ისინი იძულებულები არიან თუ არც ზოგი ამას პირიქით სიამოვნებით აკეთებს. რომ ეს შავი ფული ქეშად მიიტანონ პარტიაში და არა მხოლოდ ამ პრობლემის წინაშე დგას საქართველოში ბიზნესი. და სხვა შორის ბიზნესის ძირითადი ნაწილი რატომაც მხოლოდ ის ადამიანები მდიდრდებიან ამ ქვეყანაში, რომელიც დაახლოებული არიან ოცნებასთან და დღეს რომ ახლა უკვე პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა აიგრძალა ციხრის ამოქმედებრივი. და დღეს რომ ქალბატონი წილოსანი გამობრძანდა და ჩვენო რა ჯადოსნური ჯოხი კი არ გვიჭირავსო ხელშიო და ჩემი თანაგუნდელის და მეგობრის სიტყვებს გავიმეორებ, ის ჯადოსნური ჯოხი რატომღაც იმისთვის ხო უჭირავთ ხელში და კარგად მუშაობს, როცა მათგამდიდრებას ეხება ემა. ათეულობით დეპუტატი რო არის მილიონერების წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ ეს ფული საიდან ხდება აკუმულირებული და რატომღაც მარტო ოცნებასთან დაახლოებული და ოცნების ელიტური ოჯახები რატომ დიდრდება? რეკორდსმენი ქვეყანა ვართ მილიონერი დეპუტატების რაოდენობით. კი ბატონო, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება პატარა ბავშვების სიცოცხლის გასახანგრძლივებელი ფული არ აქვთ. მაშინ, როდესაც ხოთა შორის 2025 წელს მაყურებელს რო ვუთხრა 2025 წელს ემა, იცით რამდენი თანხა დარჩა აუთვისებელი ბიუჯეტში 600 მილიონი.
მაშინ როდესაც კობახიძეს რაც ამ პრეპარატის დუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მაშინ როდესაც კობახიძეს მანქანა დაჭირდა 1 მილიონი ლარი ხო გადაიხადეს ამაში მაგრამ აი ბავშვებს რო სჭირდებათ ან მაგალითად ჩვენი გუნდის საპარლამენტო გუნდის პროექტი რო ჩააგდეს რას ვითხოვთ რომ სტანდარტი დაწესდეს მინიმალური ხელფასი 1050 ლარის ოდენობით ეს ხომ კარგად ჩააგდო პარლამენტმა და არ დაუჭირა მხარი ან ვითხოვთ უმუშევრობის დაზღვევას რას ნიშნავს უმუშევრობის დაზღვევა ნიშნავს იმას რომ ამ ქვეყანაში ამ დღეს რა სიტუაცია გვაქვს ყავს ძალიან დიდრები და ძალიან ოცნებასთან დაახლოებული პირები ყავს ძალიან დიდი რაოდენობით სოციალურად დაუცველი და შუა რომელიც კლასიკური გაგებით საშუალო ფენა მაინც არ არის, იმიტომ რომ საშუალო ფენას მართლა რომ საშუალო ფენა ერქვას, რაც სტაბილური დანაზოგი მაინც უნდა გქონდეს, ხო? და როცა ადამიანს რაღაცა 2000 ან თუნდაც 3000 ხელფასი გაქვს, მაგრამ არ გაქვს იმის შეგრძნება, რომ ხვალ რომ სამსახური დავკარგო, მე რამე შველება. აი ეს განცდა სტაბილურობის არ არსებობს ამ ქვეყანაში. უფრო მეტსაც გეტყვით. ანუ უსაფრთხოებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, უსაფრთხოდ რო იგრძნოს ადამიანმა თავის მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას ხო არ ნიშნავს. მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანი ახალგაზრდა თუნდაც ან არა რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მუშაობ. დანაზოგს ვერ აკეთებ. შეუძლებელია ფასებს შეხედეთ. ეხლა საიდანაც მოვდივარ, ნებისმიერ სოციალურ, აი 2-3 ადამიანი სადაც არის ოთახში, ყველა დიალოგი ეხება გაზრდილ ფასებს. თქვენ ხო ამ ქალაქში ცხოვრობთ, ხო ასეა? ყველა საუბრობთ ის როგორ გაძვირდა, ეს როგორ გაძვირდა, სამედიცინო მომსახურება ყველას გვეხება ეს. რა დანაზოგზეა საუბარი და ადამიანი ჩვეულებრივი, არ ვიცი, დოვლაც რომ უნდა ქმნიდეს ქვეყანაში, შრომის უნარიანი ადამიანი არ გწნობს თავს უსაფრთხოდ, იმიტომ რომ მე რო პირობითად, მე რო ხვალ სამსახური დავკარგო, რა მეშველება. ამისი ერთ-ერთი გასაღები არის, რომ შემოვიღოთ უმუშევრობის დაზღვევა. არა, ამისთვის ფული არასოდეს არ არის ემა. ეს მიმდინარე ასე ვთქვათ საკადრო ცვლილებები, მიმდინარეობს გულისხმობ იმიტომ რომ იმისათვის რომ შეიქმნას ახალი სამინისტრო მამუკა მდინარაძისთვის მთელი რიგი სამართლებრივი პროცედურები ჯერ კიდევ წინ არის, უბრალოდ ჩვენ დაგვიანონს ეს რომ ის იქნება მაკოორდინირებელი ძალოვანი უწყებისა, თორე ამას სჭირდება მათ შორის როგორც ვიცი, რაღაცა საპარლამენტო კანონში ცვლილებები. კი ბატონო, რომ შეიქმნას ახალი ესეთი უწყება, ანუ ის იქნება მინისტრი სამინისტროს გარეშე, თუმცა ამავე დროს წარმოაჩინეს ისე, რომ იქნება რამდენიმე სამინისტროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ არა მინისტრების ხელმძღვანელი, არამედ მაკოორდინირებელი. აი, როგორ წარმოგიდგენიათ მისი ეს ურთიერთობა, როგორც კოორდინატორის ძალოვან უწყებებს შორის? ჯერ მოდით თქვენ იზნებართვით მე როგორც ყოფილი საჯარო 15 წელი ვიმუშავე საჯარო სამსახურის გარდა არსად არ მიმუშავია და კარგად მესმის ბევრ სხვა უწყებაში მიმუშავია მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციაში და ამ თვალსაზრისით ვიტყვი პირველ რიგში რომ რას ნიშნავს მაკოორდინირებელი ძალოვანი უწყებების ვიღაცა უპორტფელო მინისტრმა როგორ უნდა გაწიოს სუსის კოორდინაცია ესეთი რაღაც არ არსებობს ეს არის უბრალოდ ემა ცდილობა რომ რაღაცნაირად სახე შეუნარჩუნონ პერსონალურად მამუკა მდინარაძეს იმიტომ რომ რა გამოვიდა ხო დაიცინა ახლა ადამიანი 7 თვეში დაჩქარებულად გენერლის სტატუსი მისცეს და იმავე დღეს დილას გვამცნეს რომ გენერალ-მაიორის სტატუსი მიანიჭეს ან რა დამსახურებით და მე საღამოს კოორდინატორად ჩამოქვეით და ანუ გენერალ კოორდინატორის ფუნქცია მიიღო კონკრეტულად ამ შემთხვევაში მამუკა მდინარაძე და ეს მცდელობა მათ შორის ალბათ ნახეთ კიდევაც ის იმედის პროპაგანდისტულ ეთერში იჯდა ხო ეს იყო მისი პირველი გამოჩენა მას შემდეგ რაც სუსის ხელმძღვანელი გახდა და თქვენ როგორც ყოფილ საჯარო მოხელეს ამ თემებთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ მან ვრცლად ისაუბრა ბევრი ისეთი ინსაიდერული ინფორმაცია გამოიტანა, რომელიც ყოველ შემთხვევაში აქამდე არ იყო ცნობილი. ახლა რატომ გადაწყვიტა სუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამაზე საჯარო
უბრალოდ ილაპარაკოს. ან ეს რამდენად სწორია, ხა რამდენი სუსის ხელმძღვანელი შეიცვლება ყველა რომ დაჯდეს ეთერში და ილაპარაკოს, რომ გაზრდილია თურმე ინფორმაციის ნაკადი სამჯერ სუსში და მათ შორის მოსმენების ხარჯზე. ხო, დაგვამშვიდა რომ რა თქმა უნდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე იწყება თურმე მოსმენები, მაგრამ რა ვიცი, ეს რა ნუგეში არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც შესაძლებელია ეჭვი გაუჩნდა, რომ სწორედ ის არის აი ამ მაციაში მოსმენის ობიექტი, არ ვიცი. მან ძალიან დეტალურად ისაუბრა 4 ოქტომბრის кейსზე, ხომ? ანუ თქვა, რომ რეალურად სულს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რა იგეგმებოდა იმ დღის განმავლობაში. აღიარებით იჩვენება მისცა ემა. ჯერ მოსმენებით დავიწყებ, მართლა ტრაბახით რო ილაპარაკო, რომ მოსმენებიო ჩვენო გავზარდეთო, ეს რაღაც კარგი გონია, რომ კარგი რაღაცა თქვა. და სულ რომ ჯერ ეგერთი ძალიან კარგად ვიცით, რა ვიცი, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჟურნალისტი ბრძანდებით, პოლიტიკაში ვარ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს მოსმენები, მაგრამ დაუშვათ, რომ ვითომ სულ სასამართლოს გზით უსმენენ ადამიანებს ბოდიში და ეს შემთხვევით კორუფციისთვის დასანქცირებული სანდრო გრიგოლიანის მოსამართლე ლევან მურუსიძის სასამართლო ხო არ არის? ეს ერთი. ეხლა თქვენ ძალიან კარგი რაღაც ახსენეთ, ასე ამაზეც მინდოდა საუბარი 4 ოქტომბრის მოვლენები. მამუკა მდინარეძემ ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში, მეგონი პირდაპირ ეთერი იყო. პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება მისცა და მან აღიარა, რომ დიახ, მათ ძალიან კარგად იცოდნენ 4 ოქტომბერს რა იგეგმებოდა. მე გაგახსენებთ ემა, ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ ბევრად ადრე ვიდრე 4 ოქტომბერი დადგებოდა. ჩვენ ამას, მათ შორის გიორგი გახარია, ჩვენ ამას დიდი ხანი წინასწარ ვაფრთხილებით საზოგადოებას, რომ მეგობრებო, ეს არის პროვოკაცია. ეს არის სუსში და ქართული ოცნების ოფისში დაგეგმილი სპეცოპერაცია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ფრთხილად იყავით და არ მიიღოთ ამაში მონაწილეობა. ზუსტად ესე ხო განვითარდა მოვლენები. მე მგონი ახლა საზოგადოება ყველა კარგად ხვდება, რომ ეს ნამდვილად სუსის ოფისში და ქართული ოცნების ოფისში დაგეგმილი ოპერაცია იყო, სცენარი დაიწერა იქ, ეს აღიარა ბატონმა მამუკამ. თუ რამოდენიმეჯერ, აი ყურებს არ ვუჩერებდი, რამოდენიმეჯერ გადავახვი ამ მომენტს, როგორ ამბობს პირდაპირ ეთერში. ხო, ამაზეც გქონდა არგუმენტი, ანუ ნახეთ, ჟურნალისტებმა წამყვანებმა დაუსვეს შეკითხვა, რომელიც მუდმივად მუსირებს საზოგადოებაში, რომ თუ სულს ჰქონდა ინფორმაცია, რატო არ მოახდინა და პასუხი რა იყო? პასუხი იყო საინტერესო. ჩვენ სამართლებრივად დამაგრება გჭირდებოდა ამ დანაშაულისო. პასუხი იყო, რომ პოლიტიკურად და მიზანშეწონილად ესე ჩაითვალა. ანუ ესე იგი ეს ხო აღიარება, ესე იგი პოლიტიკურად გჭირდებოდა დამატებითი პატიმრები, შეკრებების წინასწარ რომ დაგვეკავებინაო, მე რომ ამბავი აწყდებოდაო, რომ აი პოლიტიკური ნიშნით დააკავესო და თან რომ მტკიცებულებები გჭირდებოდა, ხო წინასწარ რაც არ უნდა გქონდესო მოსავლელ დანაშაულზე. არ არის ესე რა სიშნას მტკიცებულებები სახელმწიფო უსაფრთხო, ესე იგი ვერ მუშაობდა? მტკიცებულებები ვერ მოიპოვა სუსმა? ანუ ესეც ცუდი ჩვენებაა მდინარეძის მხრიდან. ძალიან სუსტი არგუმენტია აქვე ვიტყვი, რომ ესე იგი ადამიანს რახან გააქვს ინფორმაცია შესაძლო მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ, ადამიანს უნდა აცალო იმ დანაშაულის ჩადენა და მხოლოდ დანაშაულზე დააკავო აი საფრთხოების სამსახურმა? ანუ ორივე შემთხვევაში ეს არის აღიარებითი ჩვენების მიცემა. ან ერთ შემთხვევაში რომ ვერ მუშაობ, ან და მეორე შემთხვევაში აი პოლიტიკურად ასე იყო საჭირო. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ასე სჭირდებოდა. შეკითხვა მიჩნდება, თვითონ რაში დასჭირდა მამუკა მდინარაძეს ამ თემაზე ახლა საუბარი? არ ვიცი ხა ეს ჩემი აღქმა ინდივიდუალური, ვიცნობ მათ შორის მამუკა მდინარაძეს და ზოგადად პროცესები გასაგებია და დარწმუნებული ვარ ხა ის იმ მომენტში ემოციურად მაინც და მაინც კომფორტულად ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ დილას გენერალად გნიშნავენ და მე კოორდინატორად, გენერალ კოორდინატორის სტატუსი აი ესე ხო იცით ლიმონი რო გაიწურება იკითხებოდა მისი ემოციები და იკითხებოდა ნამდვილად თულია ყველაფერი შენიღბო ძალიან რთული ადამიანები ვართ რა თქმა უნდა ამიტომემოციის მართვა არის ურთულესი მე ვთვლი ჩემ საქმეში ეს იყო რომ უბრალოდ რაღაცა ადამიანური კომპლექსების რაღაცა იმიჯის გადარჩენის მცდელობა იყო ესეთერი სხვა არაფერი მაგრამ ამ ეთერში როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ და ზუსტად აი ეს ორი კომპონენტი მონაკვეთი იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოსმენებზე და აი ეს აღიარებითი ჩვენება 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაზე, რომლის აღსრულებაშიც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა შეგნებულად თუ სასარგებლო იდიოტობით შეუწყო ხელი, ეს დადასტურდა.
ეს იყო საინტერესო მთელს ამ ეგრეთ წოდებულ ინტერვიუში. ხო, ეხლა რაც შეეხება ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე მოვლენებს, ისინი თქვენი კონკურენტები არიან, სწორედ აი ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში და ამიტომაც მათ შორის გეკითხებით, თუმცა თქვენი განწყობა ზოგადად ალიანსის მიმართ წინასწარვე იყო ცნობილი. შეძლებს თუ არა ამ პირობებში ალიანსი დიდ ხანს არსებობას? და ერთობის შენარჩუნებას. ესეთი რო გითხრათ რომ ახლა ძალიან დიდ მნიშვნელობას ამ ყურადღებას ვაქცევ პირადად ან ჩვენი გუნდი ამ ალიანსთან დაკავშირებულ პროცესებს მოგატყუებთ, თუმცა ყველაფერი განჭვრეტადი იყო, ხო, იმიტომ რომ ეს სერია ბევრჯერ გვინახავს, რაც გაფუჭებული მისავით რაღაც რეპლეიზე არის თითქოს ჩართული, რომ ეს შეიყრებიან, გაიყრებიან, შეიყრებიან, გაიყრებიან. მაგრამ აქ თავარი რა არის? აქ თავარი ემა ჩემთვის პირადად არის რომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობას ეს ყველაფერი აი უკვე ყელში აქვს და უბრალოდ დაღლილი ამ ყველაფრის ყურებით. და საბოლოო ჯამში აი ეს დაღლა, ეს ფრუსტრირება, ეს იმედგაცრუება მე ყველაზე გადადის. ეს არის ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის პრობლემა. ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულებაში აისახება ზოგადად და იქ არავინ არ განარჩევს ამ ოპოზიციიდან შენ არ ვიცი გახარიას პარტიის წევრი ხარ, ლელოს წარმოადგენ, რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმოადგენელი ხარ. ამას საბოლოო ჯამში ძალიან კარგად გაარჩევენ, მაგრამ მე ვამბობ ზოგადი განწყობა რომ იღლება ადამიანი ტელევიზორს რო ჩართობ და იქით მხარესაც და ეს დამღლელია. წარმოვიდგინეთ ახლა მუქალაკე მთელი დღე შრომობს 1000 სოციალური, ეკონომიკური პრობლემები აქვს. მიდის სახლში, ჩართავს ტელევიზორს, რომ რაღაც გაიგოს ქვეყანაში რა ხდება და აი ერთმანეთზე ის იმანე, ნუ აი ხო არ შეიძლება. ხო და ეს უთხრა სწორედ სააკაშვილმა რომ ნუ იქეცითო ტელევიზორში მოლაპარაკეთავებათო და გადითო და ელაპარაკეთო საზოგადოებას და ქართულ მოუცნებამ რომ მიისაკუთრა პატრიოტიზმის თემა რაღაცა თქვენც ჩაეწილეთ და მოკლედ ასე შემდეგ და ხო, ნუ არ ვიცი, ბატონი სააკაშვილიც იყო ერთ-ერთი მათთაგანი, ვინც აი მაგალითად 4 ოქტომბრის ესე ვთქვათ სპეცოპერაციაზე ეგრეთ წოდებულ დამხობის სცენარზე სუში დაწერილზე ბატონი სააკაშვილიც იყო ხო ერთ-ერთი რომელიც მოუწოდებდა ადამიანებს რომ არ მიხვიდეთ არჩევნებზე რაღაც ქუჩა რომ ეს პარტიებს რომელმაც მიიღეთ მონაწილეობა ერთადერთი ბრძოლის ეხლა არ ვიცი რომ აი რაღაც მოღალატეებს გვეძახდნენ პარტიებს რომლებიც თვლით რომ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები და ეს მათ შორის უნგრეთის მაგალითზე ძალიან გადასარევად დადასტურდა, მაგრამ უნგრეთი არ გვჭირდებოდა ამის აღსაქმელად და ამის ცოდნისთვის. ნახეთ რამოდენიმე პოლიტიკოსი, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ სხვებიც, რომლებმაც შეცვალეს 180 გრადუსით, ესე ვთქვათ, თავიანთი ნათქვამი. მე პოზიციის ცვლილებაში საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ ეს პოზიციის ცვლილება უნდა იყოს ორგანული, მინიმუმ უნდა გამოხვიდე და საკუთარ ამორჩეველს მაინც დანარჩენი კი ბატონო. საკუთარ ამორჩეველს მაინც უნდა უთხრა ემა, რომ იცი რა შემეშალა ბოდიში, შეცდომა იყო და დღეს ასე გადავაფასე, მაგრამ არა. ამას არავინ არ აქვს პასუხისმგებლობის აღება არავის არ უნდა. ნახეთ თქვენ რომელიმე ბოიკოტისტი გამოსულიყო და ეთქვას რომ იცით რა მეგობრებო შეგვეშალა რომ ხელი შეუწყოთ ოცნებას რომ არჩევნების მიმართ კიდევ უფრო დაგიკარგეთ ნდობა. ვინმე ნახეთ ესეთი? არა, ისინი ამბობენ რომ ამ პირობებით არჩევნებში არც ახლა არ აპირებენ შეცვლას. ხო იცით აქციები, სანქციები და ხელისუფლების აქციები რომელიც ამდენ 1000-იანი აქციები იყო და საბოლოო ჯამში დავიდა რა რაოდენობა იმის ნაცვლად რომ აქციები წინ არის დაანონსებული ერთ-ერთი მთავარი აქცია და თქვენ იცით ამის შესახებ ხომ? აპირებენ კარდაკარ შემოიარონ 10 მაისიდან ყველა ოჯახი. ხო, ეს შეკითხვა დღეს ხაბეიშვილმაც დაუსვა რომ 10-ში რომ იწყებთო 9-ში რა ასაკეთებთო რა სიგიჟია გამოგებინათ. კარდაკარის შემდეგ რას აპირებენ? ანუ ნახეთ ძალიან მარტივი მოცემულობაა რა. ძალიან მარტივი მოცემულობა. ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები. იმისთვის რომ და მე სხვაზე რო ვილაპარაკო, ახლა ჩვენს გუნდზე ვისაუბრებ, ხო თქვენს დეპარტამენტით. ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი და სტრატეგია არის რომ იმისთვის რომ არჩევნების გზით მოხდეს გაყალბების მიუხედავად, აი ამ ყველაფრის მარაზმის მიუხედავად, ამ დევნის მიუხედავად და ყველაფრის მიუხედავად, იმისთვის რომ არჩევნებით დავიბრუნოთ, ჯერ კიდევ არჩევნები როგორც არსი დავიბრუნოთ, მნიშვნელოვანია რომ ხელისუფალსა და მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მხარდაჭერის სხვაობა გაიზარდოს.
იმიტომ რომ როდესაც ახლოს არის ეს მხარდაჭერა, ну საბოლოო ჯამში ამ გაყალბებით ის თავს მაინც გაიძრენს უხეშად რო ვთქვათ, მაგრამ როდესაც ეს მხარდაჭერა რადიკალურად როგორც მოხდა უნგრეთის შემთხვევაში, ამის კლასიკური თქვენ გონიათ უნგრეთში კანონები უკეთესი იყო და იქ პროპაგანდა არ მუშაობდა. ეხლა ზუსტი ანალოგია არ არის ბუნებრივია, მაგრამ უბრალოდ მაგალითისთვის მომყავს, ხო? თუმცა უნგრეთის მიღმაც ჩვენ ყოველთვის ეს პოზიცია გვქონდა, არ გჭირდებოდა ჩვენ უნგრეთი, რომ უნგრეთში მადიარმა იმუშავა ძალიან კარგად, ხომ? ემა ეს ერთ დღეში და ორ დღეში არ ხდება. მართლა კარდაკარ დადიოდა და ადამიანებს ესე სპონტანურად კარზე უკაკუნებდა და ყველა მათ შეკითხვას პასუხობდა და ელაპარაკებოდა. ის რაც ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ძალიან დიდი არ ვიცი, ასე ვთქვათ, ბარიერი არის თუ გაუვალი კედელი არის ჯერ კიდევ ოპოზიცია და ხალხს შორის, ოღონდ ეს კედელი ხალხს არ აღუმართავს, ეს კედელი თავად ოპოზიციამ აღმართა და რაღაცა ჩამოყალიბდა ჩვენთან პოლიტიკოს თეთრი ხელთათმანები პოლიტიკოსების ერთგვარი კასტა ბოდიში, მაგრამ ასეა. ნამდვილად მოყვებით თამაში გეთახმებით, უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი რაღაცა Facebook ბაბლებით განსაზღვრავს ქვეყანაში განწყობას და Facebook 21 საუკუნეში სოციალური სოციმედიის ძალა მე ძალიან კარგად მესმის, მაგრამ Facebook განწყობა და Facebook ბაბლი არ არის რეალობა. რეგიონში უნდა ჩახვიდეთ, რასაც ჩვენ ვაკეთებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და იქ არის აბსოლუტურად სხვა პრობლემები. Facebook ბაბლების ეს მაგრამ რეალობა გასიებით უფრო მძიმეა და მათაც უჭირთ საკუთარი გამოსახულება დაინახონ სარკეში, ურჩევნიათ იმ გამოსახულებას უყურონ, რომელიც სწორედ აი ამ Facebook ბაბლმა შეუქმნა. ხო, ნუ ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი გამოწვევა. კიდევ ერთხელ ვამბობ, უნგრეთის მიღმაც ჩვენთვის ისე იყო. უბრალოდ კარგი მაგალითი იქნა ჩვენთვის რომ ეს როგორც მტკიცებულება ესე თქვა და როგორც განხორციელებული მაგალითი უახლოესი წარსულობა აგერ ახლა ხო არავინ იფიქროს ახლა რომ რაღაცა ოპოზიციას თუ აკრიტიკებ ხელისუფლების მიმართ არ მაქვს ეს დამოკიდებული ისე როგორც ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებამ შეიქმნა საკუთარი ტროლბოტებით შესაბამისი ბაბლი და ალტერნატიული რეალობა განა არიციან რეალურად რა ხდება მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იქიდან მოსმენილი ქება დიდება ძირითადად სიტყვებით წარმატებები და იმის იქით რომ არაფერი იკითხება ეს რაღაცნაირად მათ თავმოყარეობას კბებავს. თუმცა აი ოცნებაზე დამატებით გეტყვით იმას რომ ოცნებას იმისი ფუფუნება ნამდვილად აქვს რომ პერიოდულად შიდა მოხმარების მიზნებისთვის გაზომოს ესე ვთქვათ საკუთარი ამორჩევლის განწყობები და ამას ხშირად აკეთებს და თუ იმას გონია რომ ამას არ ითვალისწინებს აი ხშირად მედიაც მათ შორის ხო ან ნებისმიერ სხვა დისკუსიაში აი გვეკითხებიან ხოლმე რომ აი ხო ხედავთ რომ ოცნებას იმისი არ ეშინია ეს არ აინტერესებს მაინც თავის თლად ესე არ არის. ოცნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ამომრჩევლის აზრი. ამიტომ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი დარწმუნებული ვარ თქვენც მოგისმენიათ ალბათ ამ სტუდიაშიც არაერთხელ ვთქვამ რომ გამოდიან და ამბობენ რომ აი ოცნების ამომრჩეველთა ლაპარაკს აზრი არ აქვს. აბა ვისთან საკუთარ თავთან ვისაუბრო? თან ვინც უკვე ისედაც ოპოზიციურად არის განწყობილი იმ ადამიანთან საუბარი. გასაგებია იმ ადამიანის პოზიცია. დიახ. პირველ რიგში უნდა ვესაუბროთ ოცნების პროდასავალ ამომრჩეველს. ის ხალხია ჩვენთვის საინტერესო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ემა ისეა თუ ასეა, რა თქმა უნდა 54% ოცნებას არ აქვს, მაგრამ 30-35 ხომ აქვს. ხომ აქვს 30 და იმსახურებს დღევანდელი ოცნება 30-35% მხარდაჭერას არ იმსახურებს. ამიტომ ამ ხალხთან არის პირველი სამუშაო. კონკრეტულად მითხარით, ანუ მესმის რომ ისმის თქვენგან სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა, განსაკუთრებით მათი, ვინც ნუ ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად ასე ბოიკოტის და აი ასეთი პირობებით ქართული ოცნების ადმინისტრაციის პირობებით ჩატარებული არჩევნების წინააღმდეგია, მონაწილეობის წინააღმდეგი, მაგრამ თქვენ თავად რას გვთავაზობთ, ანუ რა გზას ხედავთ შექმნილი ვითარებიდან? პირველი დავიწყებ იმით და ეს ანუ ამას ჩვენც ვზომავთ, ხო, სხვადასხვა მაჩვენებლით ის რესურსი რა თქმა უნდა არ გვაქვს რაც ოცნებას აქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის საპარლამენტო პოლიტიკური გუნდის ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოკუსი არის სოციალური პრობლემები. ოღონდ ამას არ ვლაპარაკობ რაღაც ესე სადღეგრძელოებად, კონკრეტული ინიციატივები, როგორიც იყო მაგალითად უმუშევრობის დაზღვევა, მინიმალური ხელფასის დაწესება, ფასების კომისიაში ყოფნა თქვენ გონიათ, ახლა ვინმეს ჩემი თანაგუნდელებიდან სიამოვნებს 89
12 ადამიანია, სულ 99-ის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ბრძოლის ეს ტვირთი ჩვენ ავიღეთ ხოლმე, რა თქმა უნდა და ეს გააზრებული არჩევანია, კი ბატონო, ანუ ჩვენ გვიღირს ნამდვილად, რომ 90-ის წინააღმდეგ ვიყოთ 12, იმიტომ რომ ამითი ჩვენ მათ შორის იმ ამორჩეულს ვესაუბრებით ზუსტად, რომელიც ჰიბრიდულ ომშია დღეს ოცნებასთან. ოცნება რას აკეთებს? ოცნებას აქვს ჩვეულებრივი ჰიბრიდული საინფორმაციო ომი გამოცხადებული საკუთარ მოქალაქეებთან, აქვს მცდელობა ალტერნატიული რეალობის შექმნის და სამწუხაროდ ემა თქვენ ჟურნალისტი ხართ და ძალიან კარგად გესმით რა ეფექტი და გავლენა აქვს პროპაგანდას. თქვენ ხომ იცით რომ პროპაგანდა ძალიან კარგად მუშაობს. ამიტომ ამ პროპაგანდასთან დაპირისპირება და შემდგომ რაღაც ეტაპზე ამის ჩამოშლა, იმიტომ რომ დღეს ოცნების ძალიან დიდი რესურსი ზუსტად პროპაგანდაზე იხარჯება, იმიტომ რომ მუშაობს ეს პროპაგანდა. ხომ მუშაობს ეს პროპაგანდა? თქვენ შეგიძლიათ ცალკე აღებულმა პარტიამ ეს ამ პროპაგანდას წინააღმდეგობა გაუწიოთ, რომ ჩამოანგრიოთ მთელი ეს პროპაგანდა. ჩვენ დებთ ამაში მაქსიმუმს. არა მხოლოდ საპარლამენტო გავაგრძელებთ ჩვენს რა გეგმა გაქვთ რომ მეუბნებით. ერთი არის საპარლამენტო ბუნებრივია. მეორე რა თქმა უნდა და კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი და გამოსავლის შეთავაზება და არა ეს რაღაცა სადღეგრძელოების თქმა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონები. რატომ იყო ასევე უდიდესი შეცდომა და რატომ იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და დღეს რომ იგივე ხდებოდა ეს აბსოლუტურად იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდით მუნიციპალური არჩევნები. აბა ჩადით რეგიონში, მუნიციპალიტეტებში და იქ დაელაპარაკეთ ხალხს რა პრობლემები აქვს. ყველას ყავს დათესავები მაინც ხო ყავს ხო ყველას რეგიონებში. ანუ დღესაც რომ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტში დარჩეს არჩევნების მიმართ, თქვენ მაინც შეხვდოდით ამ არჩევნო ბრძოლაში? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 2025 წლის არჩევნებზე ოპოზიცია იმდენად ოპოზიციის ქცევის შედეგად ბოიკოტისტებზე მაქვს საუბარი. თბილისი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ოცნებას წაგებული ქონდა, აჩუქა ოცნებას და დანარჩენი 64 მუნიციპალიტეტი აჩუქა ოცნებას. აი ამას რა ქვია ემა? შესაბამისად ამბობენ რომ თქვენ აი ამ არჩევნებში მონაწილეობით დაკარგეთ თქვენი ამორჩეველი და გაცილებით უფრო უარესი შედეგი აჩვენეთ ვიდრე მომატებულ ამორჩეველზე ნუიდარდებს ნურავინ. ჩემი შეცდომები და ჩვენი პასუხისმგებლობები ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული და იმისი უნარიც და თავისუფლებაც გვაქვს რომ შეცდომას დავარქვათ შეცდომა და ბოდიში მოვხადოთ ამ ხალხს. კარგი, თუ დავუშვათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე აი ეს სურათი შეინარჩუნდება ხო, რომელიც დღეს არსებობს პოლიტიკურ ველზე, ანუ ოპოზიციის ნაწილი ისევ უნდობლობას გამოუცხადებს არჩევნებთან შესაბამისად არ მიიღებს მონაწილეობას და მონაწილეობის ასე ვთქვათ მონაწილეებს შორის აღმოჩნდებით ოპოზიციური ფლანგიდან ძირითად პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის თქვენ და ლელო მაინც შეხვალთ ამ ბრძოლაში? არჩევნებში შევალ თუ არა? აბა რისთვის არსებობს პოლიტიკური პარტია ემა? რისთვის არსებობს პოლიტიკური? მაშინ გააუქმენ ეს პოლიტიკური პარტიები. პოლიტიკური ბრძოლა. აბა ეხლა ის არათანაბარი პირობებია. ერთი წუთით, აბა ბრძოლას რატო ქვია? ბრძოლა რას ქვია? არათანაბარ პირობებში ვიბრძვით. აბა თანაბარი პირობები რო იყოს, ფინანსები რო არ იყოს გადაკეტილი, მედია რო იყოს თავისუფალი, ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო რო არ ჩაგრავდნენ და თავისუფლება რო გქონდეს, ეგ ბრძოლა ხარ არის ფაქტობრივად, ხო? ეს არის მორთმეული. კი ბატონო, ანუ კონკურენცია მესმის, მაგრამ იმდენად უთანაბრო პირობები არის ჩამოყალიბებული, რომ შესაძლებელია თქვენ ამასაც გეუბნებოდეთ, ხო, ადგილობრივ არჩევნებში, რომ წინასწარ წაგებულ პოლიტიკურ ბრძოლაში რატო შედიხარ, როდესაც იცი რომ ძალიან სავალალო შედეგი გამოდებით, რომ ბიძინა ივანიშვილი გაიყვიწებს ჩვენი ერთ დღეს და უი გადავიფიქრე და აგერ ბატონო გითმობთ ამას ელოდებიან? რას ელოდება ეს ხალხი? არჩევნების მიღმა, ბრძოლის ბერკეტი შეგიძლიათ მითხრათ? ხო, მე რა უნდა გითხრათ? ნუ მე შეგიძლიათ რა თქმა უნდა, ხო ამ შემთხვევაში. არა თუ ბერკეტი, არამედ მთელი გეგმა და სტრატეგია აქვს გაწერილი და თქვენ ალბათ იცნობთ ამ გეგმას და სტრატეგიას. ან კიდევ ერთხელ განმეორდები, აქციები, სანქციები და შემდეგ უკვე ისე დასუსტება ქართული ოცნებისა, რომ არჩევნებს რატო გამორიცხავს პირიქით. აქცია და სანქცია, გაირითება ცოტა. აქცია და სანქცია არის რაღაცის თამდევი პროცესი. მაგრამ პოლიტიკური პარტიის
ნომერ პირველი დანიშნულება არის არჩევნებში მონაწილეობა. მაშინ ინდივიდები ვართ, მაშინ უბრალოდ ტელევიზორში ვხედავთ მართლა და რაღაცას საუბრობთ და კი იცით რომ ოპოზიცია დაბლოკილია პირიქით ან რეალობაში პროპაგანდაზე და ერთმანეთს ველაპარაკებით. ეს არ არის ბრძოლა. ეს არის უბრალოდ რომ ლაპარაკობ ტელევიზორში. ეხლა კიდევ ერთხელ უნდა განვეორდე, მაგრამ აი თქვენი ლიდერი არ არის დაბლოკილი არც ჩვენთან, არა ოპოზიციურ გავიგე, მაგრამ რომ არ ჩანს არსად და არ იყენებს საკუთარ ამომრჩეველთან აი ამ საჯარო სივრცეს. ეს ხომ სტრატეგიის და ტაქტიკის ნაწილია. მე გაგახსენებთ თუ გახსოვთ 2021 წლის არჩევნების შემდგომაც ხონდა ჩვენი რეჟიმი გაგვიხანგრძელდა ძალიან და ამიტომაც არის ესეთი ინტერესი ხომ ბუნებრივია. პირიქით ინტერესი რო არის ეს მხოლოდ მახარებს და ძალიან კარგია, მაგრამ ეს სტრატეგია პარტიის ეს არ არის რაღაც უცხო ჩვენთვის, ადრეც გამოგვეყენებია, აუცილებლად მოვა რაღაც მომენტი, როდესაც ის კომუნიკაცია საზოგადოებასთან გააგრძელებს, მაგრამ მაინც რო იცოდეთ, ანუ რეალობა რო იცოდეთ, დღეს გიორგი გახარია როგორც არის პარტიულ საქმიანობაში ჩართული და შესაბამისად პოლიტიკურ პროცესში ჩართული, ნუ დარწმუნებული იყავით, რომ ასე ყოველწუთიერად და ყოველდღიურად ბევრი ის პოლიტიკოსი ალბათ არ არის ჩართული, ვინც ტელევიზიაში ჩანს. და ეს რას უკავშირდება მისი ასეთი ჩართულობა, ანუ რაიმე განსხვავებულია წინამდებარე პერიოდებისგან თუ სულ ასე იყო? ეს მისი ასე ყოველდღიური სამუშაო რეჟიმია თუ ახლა განსაკუთრებით კი, ნამდვილად ყოველდღიური. რას უკავშირდება? აი თქვა იგივე რაიმესთვის ემზადეთ რამე ეტაპი უნგრეთზეც რო საუბრობდით, ეს არ არის მარტივი ბრძოლა და ეს ბრძოლა არ არის სამწუხაროდ ერთდღიანი. ნებისმიერი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ აი ჩვენ ხვალ დავასრულებთ, ეს იქნება ისეთი ტყუილი, ისეთი ნაცრის შეყრა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენ ამას არ ვაპირებთ, არასდროს გაუკეთებია ემა. ეს არის არ ამბობენ თუ 26 მაისს გულისხმობთ, ისინი ამას არ ამბობენ, რომ 26 მაისს არც მიგულისხმია. პირობითად მოვიყვანე, რომ თუ ვინმე ამას იტყვის, ეს არის რთული გზა. ეს არის უდიდესი შრომა. ოღონდ პოლიტიკოსობა განსაკუთრებით საქართველოში ეს არ არის რაღაც დილას 9 საათზე მივედი სამსახურში და 6-ზე დავიხურე ქუდი. არა. ეს არის ცხოვრების წესი. ეს არის მთელი შენი ცხოვრება გადადებული ამისთვის. ანა, ცოტა თემიდან გადახვევა გამომივა, მაგრამ აუცილებლად მინდა გკითხოთ, თუ არ ვწდებით, თქვენ იყავით ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვდით მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან, ვივამედის კლინიკიდან ციხეში გადაყვანას, არგუმენტით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა და თანაც არა მხოლოდ ამ არგუმენტით. და კიდევ იყო თუ არ ვწდები არგუმენტი, რომ ქართული, ხო ერთ-ერთი არგუმენტი იყო პროპაგანდაც, კი. და ასე ვთქვათ, კითხვის ადრესატი თქვენი იყო ქართული ოცნება, რატომ აძლევდა ამის შესაძლებლობას, რომ ძალიან აქტიური ყოფილიყო პოლიტიკურ ველზე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ დღეში დღე არ გავა და სამ პოსტს აგერს აცხობს და სხვა შეკითხვების ადამიანის უფლება ხო მესმის, მაგრამ შეკითხვებიც გაჩნდა, რომ როგორ ახერხებს ეს ადამიანი აი ტექნიკური თვალსაზრისით, რომ ტექნიკურად შეიძლება, არ ვიცი, ხა მე არ მქონია მაგაზე საუბარი. არავისთან მაგ ტექნიკურად მაგის საშუალებები არსებობს, შეიძლება ვიღაც წერილი გამოხსნა ის ბეჭდავს ადმინისტრატორი და ეგ არ ვიცი ხა ეგ ტექნიკის ამბავია, მაგრამ რაც შეეხება აი წინა ფრაზას არ შეუშალა ხელი თქვენს მინდოდა მეთქვა. ვერავინ ვერ აუგზავნავს, ვერავის რასაც უნდა იმას დაპოსტავს და ასე შემდეგ, მაგრამ საუბარი რაზე იყო? საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც აი მაგალითად ხა სასამართლო პროცესებში გადავიდა ხო მთელი პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ჩვენი ლიდერის პროცესებიც მიმდინარეობს ხოლმე. ვისაც ესმის სასამართლო პროცესი და სასამართლოს ხდომა, როგორც კი თუნდაც ადვოკატი, თუნდაც ბრალდებული, ჭარბდებული, სხვა საკითხზე გადადის, მოსამართლე მას ყოველთვის აჩერებს. ეს ფორმალური პროცედურა ესე არის ყოველთვის. და რატომღაც ისე იყო ხოლმე, რომ ბატონი სააკაშვილის შემთხვევაში ეს შესაძლებლობა მას ჰქონდა და რატო არ აჩერებდა, იცი, რატო ჰქონდა, იცით, მას ეს შესაძლებლობა ძალიან მარტივი მიზეზის გამო, პროპაგანდის გამოსაკვებად. თქვენ ხომ ძალიან კარგად გესმით ეს პოლიტიკურ განცხადებას და არც არ გაუჩერებია არავის. და ნახეთ რას ვამბობ, როდესაც პროპაგანდა დგას, ოცნების პროპაგანდა დღეს, ოცნება კარგი კი არ არის ვიღაცისთვის, მაგრამ ოცნება დღესაც დგას ოპოზიციის სისუსტეზე, ოპოზიციის შეცდომებზე, ნუ კიდევ ბევრ რაღაცაზე, მაგრამ ერთ-ერთი რაზეც დგას არის პროპაგანდა. და ოცნების პროპაგანდა, რაზეც დღეს დგას ერთ-ერთი,
არა ერთადერთი გააფევრეს, მაგრამ ერთ-ერთი რაზეც დგას არის რომ აი მე თუ არა ინახეთ ნაცმოძრაო. ხო ისევ იმას გვიმეორებენ. და ამ პროპაგანდისტის სჭირდებოდათ თორე ახლა ადამიანს აუგზავნო ლაპარაკი, ახლა რა ვიცი, სხვათა შორის სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც გვჩაგრავდნენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების გამო. და ოცნება ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ ადამიანები ისე არ დაეჩაგრა, როგორც მაშინ მე ამისთვის მივეცი ხმა და დღეს შეხედეთ სად ვართ. შეხედეთ დღეს სად ვართ. ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ ადამიანებს და აღრჩებენ ფინანსურად და თქვენი კოლეგები პირდაპირ სცემეს ერთი კაც, ერთი ადამიანი სიმბოლურად მაინც დაესაჯათ ემა ერთი ადამიანი. კი არ ამიტომ რითი არის უკეთესი ამიხსენით? მეგონა რომ ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდებოდა. მედლები ხო დაკიდეს. მედლები ხო ჩამოკიდეს, მადლობები ხო უხატეს მერე სისტემას ამის გამო. კი ბატონო, მადლობა ანა ბუჩქური, პარტია გახარია საქართველოსთვის, ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ ციკლაური შემოგვიერთდება. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან არსებული ურთიერთქმედების ფონზე ოპოზიციური ალიანსი, უბრალოდ ოპოზიციური ცხრიანი ერთობის შენარჩუნებას, სხვა შორის მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან ასეთი მოსაზრება, რომ თუ კი აი ამ ოპოზიციურ ალიანსში იქნება ანტიმიშა განწყობა, მაშინ ისინი საკუთარ თავს და ადგილს ამ ალიანსში ვერ ხედავენ, ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია შედარებით განიმუხტა, არსებული შემადგენლობა შენარჩუნებულია, თუმცა აი ბოლო გზავნილი იყო მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან, რომელიც ამბობს, რომ მისი დღევანდელი მდგომარეობის მიუხედავად მას ის მზად არის თავის მხრივ საქმიანი კრიტიკის მისაღებად, ოღონდ არა მიშამ ხმა ჩაიკმინდოს გაქრეს და ასე შემდეგ, ანუ თვითონაც არ აპირებს გაჩუმებას. ნუ დაემსგავსებით მოროშკინას და აღმოაჩენთ, რომ ჩემზე ადვილად სათანამშრომლო ადამიანი არ არსებობს. ნუგზარ ციკლაური კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აი ძალიან საინტერესოა, ვიცით, თქვენ გაქვთ თქვენი ასე ვთქვათ, ქცევის კოდექსი ჩამოყალიბებული ოპოზიციურ ალიანსში თქვენი პირობებით, მაგრამ მზად ხართ თუ არა მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობისთვის, აი მიიღოთ მისი ეს ურთიერთობის წესები. ეს ქცევის კოდექსიც ისევე როგორც მთლიანად ის დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედო აი ამ ალიანსს, არ არის რაღაც განყენებული ადამიანების შექმნილი. ეს არის პოლიტიკური პარტიების შექმნილი, რომელიც მონაწილეობენ ამ ალიანსში და მათ შორის არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც. თვითონ იყვნენ ბევრ შემთხვევაში ზოგიერთი ცვლილების ინიციატორები, იყო მსჯელობა ამის შესახებ და ყველა ბოლოს შევთანხმდით, რომ იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ თან არ ვიყოთ ერთი პარტია და თან კიდე რაღაც ფუძემდებულ პრინციპებზე შევთანხმდეთ, აუცილებელია ამის დაცვა და აუცილებელია აგრეთვე ერთი მეორის დაცვაც ურთიერთთავდასხმებისაგან, რაღაც დიფამაციის კამპანიისაგან, იმისათვის რომ გამოჩნდეთ მონოლითური მობილური ჯგუფი, რომელსაც აქვს ერთგულება ამ პრინციპების მიმართ და დისკუსიის პირობებში და ყველაფრის პირობებში განსაზღვროთ და მე შეთანხმდეთ რა არის თავდასხმა რა კვალიფიცირდება როგორც საქმიანი კრიტიკა, იმიტომ რომ აი მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა რვიანმა გაავრცელა განცხადება, რითაც როგორც თავად ამბობენ ნიკა მელიას თავდასხმას გამოეხმაურა, მიხეილ სააკაშვილი არ გაჩერებულა და მისი მხრიდან ისმის ისევ ის კრიტიკა. აი მაგალითად ერთ-ერთი ბოლო განცხადება იყო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში. სააკაშვილმა ჩაგკეტათ და აღარ გიშვებთ ხალხთან ტელეეთერის შესახებ ლაპარაკე თავებად იქეცით, აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა. ეს თქვენთვის არის საქმიანი კრიტიკა თუ თავდასხმა, ბატონო? არ მგონია რომ ეს საქმიანი კრიტიკა არის ისევე როგორც იმ ქალბატონის მოხსენიება, რომელიც წეგან თქვენ წაიკითხეთ და არის ავსებით ოდიოზური პოლიტიკური თვალსაზრისით. მოროშკინას თუ დაემსგავსებითო?
მე არ მგონია რომ აი ამ ტიპის რიტორიკა რამეს არგებს ან ალიანს ან თვითონ მის წარმომთქმელს და რა თქმა უნდა არც არის სასიამოვნო მისაღებად იმ ადამიანებისათვის იმ პოლიტიკური პარტიებისათვის ვისკენაც არის მიმართული თუ აი ამ რიტორიკას გავყევი და თუ მე აქედან ვიღაცა მოპასუხა რომ არ გადაიქცე შენ ვინმე მიუღებელ პიროვნებად მე იქიდან თუ იქნება რა თქმა უნდა ეს არის სრულიად ფუჭი რაღაც პოლიტიკური პინგ-პონგი, რომელიც არც ხალხის ინტერესებს ემსახურება, არც ამ პოლიტიკური ალიანსის მდგრადობას და დაგვაშორებს კიდევაც იმ მიზნისაკენ, საიდკენაც მივდივართ. ხო, არის სრულიად მკაფიო ვითარება, რომ ქვეყანაში არის ავტოკრატიული რუსული მმართველობა, ამ მმართველობის წინააღმდეგ დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიცია იკრიბება და ყველა უნდა გაუფრთხილდეს თავის სიტყვებს, როდესაც რაიმე სახის კომენტირებას თუ არ ვიცი კრიტიკას გაგვაშორებს მიზანსო თქვენ თქვით კრიტიკა ვერ დავარქვევ ნამდვილად სამჯერ თუ ოთხჯერ განმეორებულ რა თავდასხმას მართლა სახელის გატეხის კამპანიას რაც იყო დაკავშირებული გილაურთან რომ ვითომ გილაურს ფული მისცა ივანიშვილმა ივანიშვილის ფულით შემდეგ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ისარგებლა რა თქმა უნდა ეს არის თავდასხმა და არავის არ არის რაც შეეხება კეთილგანწყობილ მაგრამ მისი ეს დამოკიდებულება და ზოგადად არ ვიცი ვერსია რომ მქონდა ამის შესახებ თუ ინფორმაცია ის რომ ამას ამბობდა მანამდე იცოდით ვიდრე ალიანსში ნაციონალურ მოძრაობას შემოგიერთებოდა ანუ რისი იმედი გქონდათ რა მოლოდინი გქონდათ რომ მიხეილ სააკაშვილი ამ თემებზე საუბარს შეწყვეტდა და მიხეილ სააკაშვილზე არ არის ლაპარაკი აქ ლაპარაკი არის ყველაზე ვინც მონაწილეობს ამას კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ნაციონალური მოძრაობა არის ამ ალიანსის წევრი თუ იმეს უნდა რომ აი მაგალითად მიყო ხო გამოთქმული რაღაც მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით უფრო მეტი აქტიურობა მხოლოდ ტელევიზიით კი არა არამედ სხვაგან თავის პოლიტიკურ პარტიასაც მიმართოს. ეხლა ეგრე ესე არ გამოვა საქმე. დღეს კიდე გამოვიდა ბატონი ხაბეიშვილი იქიდან და კი ბატონო, რასაკეთ 9-ში უნდა გამოხვიდეთ. არა, რასაკეთებთო 9-ში სიგიჟეაო, ხალხნო. რაღაცა აპლომბით საუბარი არ გამოვა. ეხლა მithumetes ხაბეიშვილისაგან ხო? არ გამოვა ესე აპლომბით ლაპარაკი მოწოდებები თითქოს და ვიღაცა არის წინამძღოლი და ეხლა მთელი დანარჩენი დემოკრატიული ოპოზიცია უკან უნდა მიყვეს და ხაბეიშვილი წინ გაუძღვეს ამ საქმეს. ანუ ესეთი განცდა გრჩებათ რომ აი ეხება თქვენს წინას შეკითხვას ამაზეც მინდა გითხრათ დიახ იყო ასეთი აზრები გამოთქმული და საერთოდ ვერ ნახავთ ეხლა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისეთ პარტიას რომლის წევრებსაც სხვადასხვა დროს რაღაცა ტიპის უთანხმოება არ ქონოდა სწორედ ამაშია საქმე რომ როდესაც ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობაა როდესაც ივანიშვილი გეუბნება რომ ტროტუარზე დგომაც კი სისხლის სამართლის დანაშაულია და კრიმინალიზებულია როდესაც ამ რაოდენობის პოლიტიკური პატიმრების ხედან ციხეში მათ შორის ის ადამიანები ვინც ეხლა რაღაცას გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს და ისეთი ადამიანების მიმართ გამოთქვამენ რომლებიც ასევე ციხეში შედან ივანიშვილის ციხეში შედან რა თქმა უნდა ასეთი რამ არსებობდა მაგრამ შევთანხმდით რომ ის რისთვისაც ვიბძვით რისთვისაც მოძრაობ უფრო დიდი რამე არის და მიიღეთ პირობა რომ აი ამ კონკრეტულ დეტალებამდე დავიდეთ რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთი ტიპის განცხადებებს აღარ გააკეთებდა ამაზე შეცავდით კიდევ ერთხელ ვამბობ ცალკე პერსონალურად არავის არ უმსჯელია ახლა რა თქმა უნდა ხო პარტიები შეთანხმდნენ რომ ყველანი ვინც ვართ გაუფრთხილდებით იმას რომ ჩვენი ბრძოლა იყოს თავარი მიზნისაკენ მიმართული თუ ეხლა ეს მუდმივად გაგრძელდება დადანაშაულება იმაში რა ვქია რომ ხელისუფლებასთან ვიღაცა თანამშრომლობს რა თქმა უნდა ეს დაემსგავსება საბოტაჟს დაემსგავსება იმას რომ ვიღაცას არ უნდა მთავარი მიზნის მიღწევა მნიშვნელოვანი თარიღები მოდის მათ შორის არის 26 მაისი როდესაც ხალხმრავალი აქცია სურვილი არის გამოთქმული ყველა ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ საზოგადოების დარწმუნებაზე მიდის საუბარი რომ იყოს ხალხმრავალი შენ ეხლა თუ ამ ერთთვის განმავლობაში იმის მაგირო რომ ხალხს მოუწოდო ერთიანობისაკენ იქნება მუდმივი თავდასხმები სახელის გატეხის მცდელობა ოპოზიციური პოლიტიკური პარტნიორების მიმართ ეხლა მომიწევეთ მაგრამ ეს ნამდვილად ვერ ჩაითვლება ვერანაირ კრიტიკად ვერანაირ საღაზრად და ვერანაირ კეთილგანწყობილ მოსაზრებად ეს უნდა ესმოდეს ყველას იქნება ერთი ადამიანი თუ მეორე როცა ლაპარაკი არის რომ ციხეში მყოფ პოლიტიკურ პატიმარს სულ რამდენიმე მეტრით რომელიც არის დაშორებული ხო იმას ესხმი მაგალითად თავს როგორც იყო ამ ბოლოს წინა განცხადებაში ეს ასე არ გამოვა ეს ამბავი მაგრამ მინდა ისევ დავუბრუნდე თქვენი და ასე ვთქვათ
მიხეილ სააკაშვილის ურთიერთ ქმედებას, ან თქვენ გრჩებათ განცდა, რომ არ ვიცი, თავად სააკაშვილი, ცალკე ხაბეიშვილი თუ ყველა ერთად ნაციონალურ მოძრაობასთან ცდილობენ, რომ აი ამ ალიანსს თავს მოახვიონ ოპოზიციური ლიდერი, იმიტომ რომ პირდაპირ აი კონკრეტულ შეცდომებზე მიგითითებთ ხომ? შეცდომა იყო პატრიოტული თემების დათმობა, ომის და მშვიდობის იგნორირება, სოციალურ თემებზე სრული იგნორირება, შეცდომა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება და მხოლოდ დასავლეთის იმედზე ყოფნა. არ უნდა წარმოვიდგინოთ თქო ასეთი ვითარება, რომ არსებობენ პოლიტიკური პარტიები და არსებობს რაღაც ოლიმპოზე ამაღლებული პოლიტიკოსები კიდე, რომლებიც იქიდან ნიშნებს აძლევენ, რომ ვიღაცამ ასე უნდა ქნას, ვიღაცამ ისე უნდა ქნას. ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც არის ციხეში, ასევე ყავს პოლიტიკური პარტია, რომლის ან წევრი არის, ან დამფუძნებელია, ან ყველაზე მეტად შესტკივა იმ პოლიტიკურ პარტიაზე გული. და ეხლა ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცა ყველაფერს ხედავს, არის გათვითცნობიერებული და ეხლა ყველას მიუთითებს, ვინ საით წავიდეს. არ არის ასე, ტყუილი არის ეს, ფუჭი არის და იმ არჩევნებმაც კი, რომელიც გაყალბებული იყო, დაგვანახა ყველას, რომ დაახლოებით თანაბარი ძალის 4 პოლიტიკური პარტია არის. აქ არ არის ის ვითარება, რომ ვიღაცას 1 მილიონი კაცი უჭერს მხარს და ვიღაცას უჭერს 5,000 და ის მილიონი ვისაც უჭერს მხარს, სარგებლობს კიდევაც აი ამ დიდი მანდატით, რომ მიუთითოს, რომ ასე კი არა, ასე ქრა. რაც შეეხება იმას, პატრიოტული თემატიკა უნდა წამოგვეწია თუ არა, ტრადიციონალიზმი უნდა გაჩენილიყო თუ არა ხალხურ პოლიტიკაში. ამაზე ამ გადაცემაში ბევრჯერ გვილაპარაკია. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა იზოლირებული გენია ეხლა გადმოგძახის იქიდან რა გზით უნდა წავიდეთ. სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო მადიარის არჩევნები და ამაზე არაერთ გზის იქნა საუბარი, რომ ამ ადამიანმა სწორედ მათ შორის ევროპასთან ურთიერთობის თვალსაზრისით თავისი ქვეყნის და ასევე თავისი ეროვნული ტრადიციებისადმი ერთგულების თვალსაზრისით აირჩია ძალიან საინტერესო გზა. ერთის მხრივ აქ იყო პიეტეტი ნამდვილად წარსულის მიმართ, გამოცდილების გაზიარება, ის კონსერვატიზმი, რომელიც გულისხმობს შენახვას იმ ფასეულობების და ღირებულებების, ამავე დროს თქვა, რომ ნოვაციები, ახალი მიდგომები, ახალი გამოწვევები, რომელსაც თანამედროვე სამყარო გვთავაზობს, ეს უნდა იყოს გაზიარებული და არ უნდა ჩავიკეტოთ რაღაცა ნაჭუჭში და ან კიდე არ დავივიწყოთ წარსული და ისე არ გავიქცეთ წინ. ეს ეხლა არც დიდი სიბრძნე არ არის. და ამის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის. ამიტომ არ არის საჭირო, იქ წერია სხვა შორის ამ ალიანსის, რომ ამ ალიანსში შემოსვლელი მიუხედავად იმისა, ბევრი ხალხი უჭერს ხარ თუ ცოტა ხალხი ვაღიარებთ, რომ ვარ თანასწორი პოლიტიკური პარტნიორები, თანასწორი პოლიტიკური სუბიექტები. არავინ არავის არ უყურებს ზევიდან, არავინ არავის მენტორული ტონით არ მოძღვრავს. აი ეს პრინციპები უნდა დაედოს საფუძვლად და ამ შემთხვევაში ის რაზეც ბატონი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ამ შემთხვევაში გახორციელდება, რომ მე რაღაც ადვილი საურთიერთო, ყველა არის ადვილი საურთიერთო, როდესაც ხედავს, რომ ყველა სიტყვა, ყველა პოსტი, ყველა გამოხმაურება მიმართული არის იქით, რომ ივანიშვილის რეჟიმი, რუსული ავტოკრატიული რეჟიმი იქნეს დამარცხებული და არა ისეთი რაღაცა ტონალობები შემოვიდეს, რომ ახლავე განისაზღვროს ვინ არის ოპოზიციაში მთავარი და ვინ მეორე ხარისხოვანი. არ გამოვა ეს ამბავი და თუ ვინმე სამჯერა რომ არ გამოვა, შემდეგი დღეები დაარწმუნებს ამაში. შემდეგი დღეებში რა შეიძლება? ყოველი შემდეგი რაღაცა შეტაკება, უსაგნო კამათი, უსაგნო თავდასხმა. ხო, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება ბევრი რამე აიტანო. შეიძლება ვიღაცას ჩემი საუბრის სტილი არ მოეწონოს და ამაზე რაღაცა ის ხო. შეიძლება თუნდაც ის არ მოეწონოს, რომ საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია ქონდეს ვიღაცას. ოღონ პირველ რიგში საკუთარ პარტიას უნდა მიმართოს, ხო, ამის შესახებ და მე ყველა სხვა დანარჩენს. არავინ არავის ვერ საუკრძალავს, არც საუკრძალავს და მით უმეტეს აი ესეთი რაღაც სიტყვები ჩამაკმენდინონ ენა და რაღაც ეს საერთოდ რა ვიცი თუ ვინმე ფიქრობ ძალიან ცუდი რომ ამ პირობებში რამდენად დიდხანს გაძლებს ოპოზიციური ერთობა ძალიან დიდი იმედი მაქვს
რომ ის მიზნები, რომელიც აქვს დასახული აი ამ ალიანსს და რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენმა ქვეყანამ სრულიად დაკარგა ორიენტაცია და ეხლა დრეიფობს რაღაცა ქართული პოლიტიკური ხომალდი დრეიფობს ისე რომ არ იცის საითკენ მიდის, აღარ უნდა ევროპა, იბარებენ ჰერჩინსკის, რომ ვითომ რაღაცაზე პასუხი უნდა მოთხოვონ. ამ დროს ირანისადმი რაღაც სრულიად გაუგებარი თაყვანისცემა არის, რუსეთისადმი რაღაც გაუგებარი პიეტეტი არის. ჩინეთისადმი, რომელიც რანაირად არის ჩართული კიდე ამ ამბებში, ესეც არის გაურკვეველი. აი ესეთ ვითარებაში და როდესაც ადამიანის უფლებები არის გაქელილი ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ გონია რომ თავარი ამოცანა არის რომ მივახციოთ ისეთ არჩევნებს, სადაც ქართველი ხალხის ნება გამოხატულია, სადაც ადამიანის ესე ციხეში დაჭერა არ შეუძლია. ჩემი ბავშვობის მეგობარი არის პოეტი ზვიად რატიანი. ზვიად რატიანს, რომელიც არის აი თამამად ვიტყვი, რამდენიმე ქართველი ყველაზე დიდი პოეტი თუ არსებობს დღეს თანამედროვე სამყაროში, ასეთი არის ზვიად რატიანი. ადამიანი, რომელსაც არ ვიცი, არის ხოლმე ხო იდიომატური გამოთქმა არის, რომ ჭიანჭველას ფეხს არ დააბიჯებსო ადამიანი. აი ესეთი ადამიანი არის ზვიად რატიანი. პოეტი, რა ვიცი, ყველაზე უფრო არ შეიძლება ხა სიტყვები კარგად არ მეყოს, რომ აღწერო ამ ადამიანის კეთილშობილება და ადამიანურობა. აი ეს ადამიანი რატო უნდა გადაიყვანო ელიოტის მთარგმნელი საქართველოში, რატო უნდა გადაიყვანო მკაცრი იმი. აი ესეთი გამოწვევების წინაშე ვარ და ეხლა არავის არ უნდა გვინდოდეს, რომ რაღაცა მეორე ხალისხოვანი მიებით, რომ მე უფრო დიდი ვარ, რაღაცა მიტოლებით. აი ეს მაგრამ აი თქვენს აი ნახეთ ხაბეიშვილმა თქვა, რომ ალიანსის 5 განცხადებიდან 3 ნაცმოძრაობას ეხებაო და სიგიჟეაო, რომ თქვენც არ ბოლო 20 განცხადებიდან, აი რასაც თქვენ ვიკითხავთ, 20-დან ალბათ 18 ეხება ეხლა იმას, რომ რაღაცა სხვა პოლიტიკურ პარტიებს ესხმიან და თავს. სააკაშვილო, თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიართყით. ხო, აი ეს ის არის, რა ქვია, ეს განცხადებები კორექტული განცხადებებია. ხო და ამიტომ თავის მირწყმა მე მესმის რომ ხაბეიშვილი შესწულა თავისი ლექსიკა აქვს და უფრო ეხლა იმასავით ვერ ამეთყოლდება არ ვიცი არლინგტონ რობინსონივით მაგრამ როგორც მეტყოლებს ისე მეტყოლებს ხო მაგრამ ეს რა არის ხო აი ეს თავდასხმები ეს შეურაცხყოფელი ტონალობა ეს რაღაცა ბაზრის რიტორიკა ვის ჭირდება ეს ვის გჭირდება, როცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ზვიად რატიანი არის ციხეში. სხვა ადამიანები არიან, ახალგაზრდები არიან ციხეში, ტროტუარებზე დაძდევენ ხალხს, უმოწყალოდ ცემენ, მიწაზე დაგდებულ ადამიანებს უსწორდებიან, ქვეყნის პოლიტიკურ კურსს ცვლიან და უცებ ეხლა ვიღაცა, რომელიც არის ლევან ხაბეიშვილმა, უნდა ელაპარაკოს ამ ხალხს, ამ თავგანწირვას, რომელიც არის ამ ქვეყანაში, თავი ხო არ მიგირწყია და აი ესეთი რიტორიკით. არ ვიცი, აუხსნელი არის უბრალოდ ასეთი რამ კი მეც კი არ ვსურს ახლა პასუხადაც კი არ ვსურს თუ გასვლა ნაციონალურ მოძრაობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და მხოლოდ ერთპიროვნად მათი მისაღები ეს გადაწყვეტილება თუ რა ბოლოს ამ ქვეყნიდან ხო არ წავალთ ეს ალიანსიც იმიტომ ხომ არ არის რომ აი ყველას ზედამთვარე ამოგდის ერთმანეთზე კიდევ ერთხელ ვამბობ შევთანხმდით იმაზე რომ ამ ქვეყანაში ამგვარად ვითარების გაგრძელება ნიშნავს ჩვენი ქვეყნისათვის რა ვიცი მრავალწლიან უკან დახევას ერთხელ როცა ვერ მოვითმინეთ ხო და დაუპირისპირეთ ერთმანეთს ქვეყანამ დაიხია 20 წლით უკან და 30 წლით უკან ეხლა ეს ცდელობა არის რომ არ მოხდეს ყველა ხაზის ჩაჭრა ევროპულ საზოგადოებასთან ევროატლანტიკურ სივრცესთან, ქართულ ისტორიულ წარსულთან. ესა გვაქვს, ეს სურვილები გვაქვს, ხო და ეხლა თუ ჩასაფრება იქნება იქ რომ ვიღაცას მოუნდა რომ მოდი ეხლა მე ბევრს იმას ვიზამ კრიტიკულ აზრებს გამოვთქვამ, ბევრს დავესხმები თავს და მე ვთქვათ ის 26 მაისი კარგი თუ გამოვიდა, ნუ კაი გავჩერდები და თუ ვთქვათ ისეთი არ გამოვიდა, ვიტყვი რომ აი მე ხო აქამდეც თელითო ვლაპარაკობ. ძალიან პრიმიტიული ხერხები არის ეხლა გამოყენებულია მართლა მომიტევოს ყველა იმიტომ რომ მე რატო ვაძლევ ჩემ თავს ამის უფლებას რომ არასდროს თავდასხმისკენ არ მე თვითონ ხო არ წავსულ ვარ არავის წინააღმდეგ თავდასხმისკენ მაგრამ ყველას მოუწოდებ ჩვენთანაც რომ ყველამ შევიკავოთ თავი ყველამ რაღაცნაირად დააზიანებს ეს თქმა უნდა დააზიანებს აი თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა ვითარება ხელისუფლებას უხარია თუ არა ის რომ ეს გამუდმებული დაპირისპირებები მე ის ექსპერტი შეაფასებს იმას რომ ეს რომელიღაცა არ ყოფილა
ნორმალური, მე ამაზე იქნება ახალი გამოხმაურებები და მთელი ეს დრო მიდის იმაში, რომ ერთმანეთს რაღაცას პასუხობთ და რო იყოს კიდე საგნობრივი კამათი, კიდე სხვა ამბავი იქნებოდა, მაგრამ როცა ლაპარაკია ესე თავს მიარტყამ თუ მოარტყამ თუ რაღაც აი ამ ტიპის რიტორიკით, ხო? ეხლა რა ვიცი, ეხლა ეს ხო ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. არა მარტო ხელისუფლების წისქვილზე ასხამს, გვაშორებს იმ მიზანს, რა მიზნისთვისაც იქნება აი ასეთი ალიანსები. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გნებავთ ჩემი ეს დღევანდელი გამოსვლაც, ან არ ვიცი, სხვა ადამიანებიც იტყვიან ალბათ თავის სიტყვას, იქნება საფუძველი იმის, რომ ყველა შევჩერდეთ. იყო ერთი სხვა შორის ძალიან დიდი კაცი კონსერვატორი და ის ამბობდა, რომ უნდა გავასწროთ ყველას, მოვტრიალდეთ და უთხრათ, აი ახლა შეჩერდით. ხო და იქნება ვინმე შეძლოს ამის შეჩერება, იმიტომ რომ რა ვიცი, გაივლის დრო და საზოგადოება შეაფასებს ამას, ვინ იყო ერთობის მომხრე, ვინ იყო წინააღმდეგობის მოძრაობის ურღეობის მომხრე და ვინ დროს არ კარგავდა და არც ერთ წამს რომ მრავალრიცხოვანი თავდასხმებით არ დაეშალა ეს წინააღმდეგობა. ბატონო გზა, ძალიან დიდი მადლობა, ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ. იცის ჩვენ მომაყურებელმა უკვე რომ მთელი თვე არის წიგნის ჩუქების თვე. თქვენ როგორც საკმაოდ ძალიან წიგნიერ კაცს პირდაპირ გეტყვით. გადმოგცემთ ამ წიგნს საჩუქრად და მოკლედ კიდევ არის წინ აპრილის დასასრულამდე დრო იმისათვის რომ გავახაროთ ადამიანები და ვაჭრობთ. დიდარი კაცი, ეს ნამდვილად მაკლია. ნამდვილად გაკლიათ კი ბატონო, ძალიან საინტერესო რითი იყო მდიდარი ეს ადამიანი და ასეთ სიმდიდრეს ფლობდა. მადლობა ნუგზარ ციკლაურს, კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, სულაც იყო ამ დროისთვის. კარგი უქმები მინდა გისურვოთ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამინდებია გამოცხადებული. ორ შაბათამდე შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში 360 გრადუსი.